უყურებს ხვების დედას თქვა გული რომ ეგეთია და ჩემი დედა სულადარ და სათოლად არის ჯავარდული მინდა რომ კარგად იყოს და გამოკეთდეს შემოსავალი არა გვაქვს რომ დედას პირა გავს ხო ძვირიან საავადმყოფოში წევყვან მარტო კასპის საავადმყოფოში გვეცვა მეცადინეობდით ერთად აღარ მეთამაშებოდა აღარ მეფერებოდით ერთმანეთს ეგ ვერატრება მინდა რომ ილაპარაკოს შემოდედა რომ ის ტკბილი ხმის გაგონება მინდა მას შემდეგ რაც შორენა მეოთხე ანგელოზი ბარბარემ უავლინა ამ ქვეყანას, მან წონაში დაკრება კატასტროფულად დაიწყო და ამჟამად 40 წლის ქალის წონა მხოლოდ 34 კილოგრამს შეადგენს. საშინელი დიაგნოზი ანორექსია დაუდგინდა. 4 შვილის დედის მდგომარეობა ისე დამძიმდა, რომ ქალი ჟანგბადის აპარატზეა შეერთებული, რომლის ქირა საბრალო მეუღლე ვეღარ იხდის. 18 წელიწადი ერთად ვართ, გვიყვარს ერთმანეთი, გვიყვარს გული, გვიყვარს ერთმანეთი და მინდა რომ ჩემ გვერდზე იყოს ყოველთვის. ვიქირავი აპარატის ფულს ვიხდი როგორ. აგერ ხან ვაზებს ავსხლავ, ხან საქონელში დავდივარ, რომ რაღაცა ისტორიკა მოვაგრო და მეუღლეს დავეხმარო, რომ წამოვაყენო ფეხზე, რომ როგორც იყო ადრე, ისე მინდა რომ ვამყოფო. ნეტა შემეძლოს რომ ჩემი სიცოცხლის წლებს მივიწევდი ჩემ დედასა. უფალს ხომ ხოლმე რომ კარგად იყოს ჩემი დედა გამოკეთებული იყოს. ეგ მინდა რომ ელაპარაკოს და გაიაროს კიდევაც. შორენას მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა. საბრალო ქალი ბოლო დღეებია საკვებს და წყალს ვეღარ იღებს. თუ შორენას სასწრაფოდ არ გაეწევა მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება, 4 შვილის დედის გული სამუდამოდ გაჩერდება. 2 წლის ბარბარე აი ასე წერს მომაკვდავ დედასთან. ღმერთო, ეს ხომ საშინელებაა. მას ხომ დედა ახლა ყველაზე მეტად სჭირდება. ის დროა რომ მთელი საქართველო უნდა გავერთიანდეთ. გახსოვდეთ, თქვენ მიერ გაღებული თუნდაც ერთი ლარი დიდ წვლილს შეიტანს, რომ ბავშვებს დედა გადავურჩინოთ. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.